გიშლით ხელს კონკრეტული სურვილის ან მიზნის ასრულებაში. მოდით ვნახოთ დღეს საჯარო გაშლა ზუსტად ამ თემით, მეგობრებო, იმიტომ რომ სანამ რაღაცას გავაკეთებთ, მანამდე უნდა გავაანალიზოთ ხელის შემშლელი ფაქტორები, ხო? და ჩაიფიქრეთ კონკრეტული სიტუაცია, კონკრეტული სურვილი, რაც გაინტერესებთ ყველაზე მეტად, თუ რა გიშლით ამ და ამ სფეროში ხელს მაგალითად, ხო? ან ამ და ამ სურვილში, სურვილის ასრულებაში ხელს უფრო სწორად. ვარიანტი გვექნება დღეს 2. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ვნახოთ, რა უშლის ხელს ახლა პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტს. ქვებსაც ახლავე დავამატებ, პირველი ვარიანტი ასეთი ქვა გვაქვს, მეორე ვარიანტი ასეთი ქვა. არჩიეთ თქვენთვის სასურველი, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციისთვის პირადში მომწერეთ და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს. დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, ვინც ამოირჩიეთ თქვენ რა გიშლით ხელს თქვენ სიტუაციაში. ძვალი. იცით, პირველ რიგში აქ ხელის შემშლელი ფაქტორი არის ბევრად უფრო სიღრმისეული, ვიდრე შეიძლება ჩანდეს ერთი შეხედვით. თითქოს თქვენ ასე თუ ისე დაახლოებით ხვდებით, რა შეიძლება გიშლიდეთ ხელს, მაგრამ ეს ბევრად უფრო სიღრმისეულია და თითქოს მოდის თქვენი საგვარეულოდან. ნახეთ, ეს არის რაღაც კონკრეტული საგვარეულო პროგრამა, მაქსიმალურად მარტივად რომ ავხსნა, რა არის საგვარეულო პროგრამა, ხო? ეს არ არის რაღაც წყევლა, ჯადო და ასე შემდეგ, ეს არის რაღაც ისეთი შეცდომა, რაც საგვარეულოში მეორდება და მეორდება, ხო? რაღაც ასეთი ციკლი. რაც მეორდება, რაღაც შეცდომა, რასაც იმეორებდნენ. თქვენ გამოგივათ ამ ციკლის დარღვევა, ამ ციკლიდან გამოსვლა? კი. გამოგივათ. ზოგადად აბსოლუტურად ყველა გამოცდილება, რასაც ჩვენ გავდივართ, აბსოლუტურად ყველა შეცდომა ჩვენი საგვარეულოდან, რასაც წერტილს ვუსვამთ, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გამარჯვება, ეს ასევე არის ჩვენი მთლიანი საგვარეულოს გამარჯვება, ხო? და თქვენ შეგიძლიათ ამ ციკლის დარღვევა. ეს არის ის, რაც უნდა იცოდეთ თქვენ ახლა, ხო? გამოგივათ, მაგრამ მოდით კიდევ ვნახოთ, რა გიშლით ხელს და როგორ უნდა დაარღვიოთ ეს ციკლი. რა გიშლით ხელს და როგორ უნდა დაარღვიოთ ეს ციკლი. რა გიშლით ხელს? გიშლით ჩაკეტილობა, გიშლით ის, რომ არ ხართ ბოლომდე გაშლილი. გიშლით ხელს ის, რომ არ ყოფნით გამბედაობა, არ ყოფნით თავდაჯერებულობა, სადღაც გიჭირთ პირადი საზღვრების დაცვა, მეგობრებო. ძალიან გიჭირთ პირადი საზღვრების დაცვა, მათი სწორად დალაგება, მათი პრიორიტიზაცია და როგორ უნდა მოაგვაროთ? ობობა. პირველ რიგში უნდა ისწავლოთ თქვენი პირადი საზღვრების და თქვენი პირადი სივრცის, თქვენი პირადი შეხედულებების დაცვა. უნდა გახსოვდეთ, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და ყველა ადამიანი ძალიან ინდივიდუალურად გამოხატავს საკუთარ თავს და უნდა გახსოვდეთ ის, რომ ადამიანის საწამლავი, ის თუ ადამიანი როგორი არის, ეს არ არის თქვენი პასუხისმგებლობა. ადამიანის ბოროტის სიტყვები, ქმედებები თქვენთან მიმართებაში არის მხოლოდ და მხოლოდ მისი გამოხატულება. თქვენ როგორ ღებულობთ მის ქცევებს, მისი მხრიდან თქვენი პირადი სივრცის დარღვევის მცდელობას, ეს უკვე ხართ თქვენ. და თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენი პირადი სივრცის დაცვა, მეგობრებო, პირველ რიგში. ეს უნდა ისწავლოთ. და გახსოვდეთ, რომ ნახეთ, ადრე მახსოვს ჩემმა საყვარელმა ეზოთერიკოსმა, მზის ადამიანმა, თქვა ასეთი ფრაზა: მტრები ყოველთვის გვაჩვენებენ ჩვენს სისუსტეს. და მადლობა, რომ
ჩემი სისუსტე დავანახე, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემს პირად სივრცეს არ დაგახვევინებ. აი, ასეთი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ჩვენ. და თქვენც იგივეს გირჩევდით, მეგობრებო. ნუ დაარღვევინებთ სხვებს თქვენს პირად სივრცეს და შექმენით თქვენით, თქვენი ულამაზესი აბლაბუდა. დაიცავით თქვენი პირადი სივრცე და გახსოვდეთ, რომ ადამიანის ნეგატიური ქცევები, ნეგატიური სიტყვები არის მხოლოდ და მხოლოდ მისი გამოხატულება და არა თქვენი. თქვენ არაფერ შუაში არ ხართ. თქვენ მხოლოდ იქ უშვებთ შეცდომას, სადაც თქვენს პირად სივრცეში უშვებთ ადამიანებს და ამ შეცდომებზე ყველანი მხოლოდ და მხოლოდ ვსწავლობთ. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, დაგემშვიდობებით ამაზე და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, თქვენთან რა ხდება, აბა? რა გიშლით ხელს? ნუ პირველ რიგში ნახეთ, აქ მე გეტყვით იმას, რომ უპირველეს ყოვლისა თქვენ გჭირდებათ მეტი თავდაჭერებულობა, მეტი სიმყარე საკუთარ სიტყვებში და საკუთარ ქმედებებში. თითქოს აქ ძალიან ხშირად არ ღვევთ ხოლმე თქვენი სიტყვის ძალას, მაგალითად, ხშირად შეიძლება ტეხავდეთ პირობას, ხშირად შეიძლება იყოს რაღაც ისეთი მომენტი, რომ რაღაცას ამბობთ და შემდგომ არ აკეთებთ ან ვერ აკეთებთ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, ხო? ნუ ყველანი ადამიანები ვართ, ეს ასე თუ ისე ნორმალური არის, მაგრამ პირველ რიგში თქვენ აქ სამყარო გირჩევთ იმას, რომ ზუსტად ამაზე იმუშაოთ თქვენს სიმტკიცეზე, თქვენს სიტყვის ძალაზე, თქვენი სიტყვის სიმტკიცეზე. დავამატოთ არკანები და ვნახოთ. რა გიშლით ხელს? მეორე ვარიანტი თქვენ. არკანი ზიკი და არკანი ეშმაკი. ნახეთ აქ როგორ სიტუაციას ვხედავ. ნუ პირველ რიგში მოდით ვიქნები პირდაპირ, ყველას არ ეხება გასაგები არის, მაგრამ თუ თქვენი სიტუაცია ეხება რაღაც სასიყვარულო სფეროს და თქვენ ამ სფეროში გაქვთ გაკეთებული რაიმე სახის მაგიური ჩარევები, მაგალითად ადამიანზე, მე ძალიან ბევრჯერ მithkoms გაშლებშიც და სრული ვიდეოც მაქვს მასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ვაკეთებ სასიყვარულო რიტუალებს, რატომ არის ეს ცუდი, რატომ არ უნდა გააკეთდეს და ასე შემდეგ. და პირველ რიგში თუ თქვენ რაღაც ასეთი გაქვთ გაკეთებული ძალიან ბევრი შრომა, ძალიან ბევრი მუშაობა მოგიწევთ იმისათვის, რომ ეს გაანეიტრალოთ, როგორც მინიმუმ, აქ უკვე დამოკიდებული არის პრაქტიკის ინტენსიურობაზე. ხოლო თუ ეს ყოველივე რაც ახლა ზემოთ ვახსენეთ თქვენ არ გეხებათ, ამ შემთხვევაში თქვენ გიშლით კონკრეტული ძალა ხელს. თქვენ გიშლით ხელს კონკრეტული ძალა, იმიტომ რომ თქვენ ამ სურვილისთვის ან ამ მიზნისთვის ჯერ მზად არ ხართ. და თქვენ გჭირდებათ ბევრად მეტი გამოცდილება და ბევრად უფრო მეტი შრომა. თქვენ კი შეიძლება ბრაზდებოდეთ სამყაროზე და ფიქრობდეთ, რომ აი მე ხომ ისედაც მზად ვარ შინაგანად, როგორ თუ არ ვარ მზად, მე ისედაც ძალიან ბევრი ვიშრომე, ისედაც ბევრი გადავიტანე, მაგრამ არ ხართ მზად. თქვენ გჭირდებათ მუშაობა სიმტკიცეზე, სიტყვის ძალაზე, პასუხისმგებლობაზე. იმუშავეთ თქვენს პასუხისმგებლობაზე. სულ ეს არის, მეგობრებო.